უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის ბესარიონ ალავიძის საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე მიმართვის დოკუმენტები ამ დროისთვის როგორც ადვოკატი პირველებთან ავრცელებს ინფორმაციას თბილისის პოლიციის დეპარტამენტში დევს, თუმცა თავდაპირველად ბესარიონ ალავიძის ადვოკატმა მიმართა გენერალურ პროკურატურას, ამის შემდგომ უკვე ეს დოკუმენტები, განცხადებები, რომელიც საფუძველზეც მიმართა ადვოკატმა საგამოძიებო უწყებას რამდენიმე დეპარტამენტში გადააგზავნეს, თუმცა ამ საქმეს წინსვლა ამ დრომდე არ აქვს. ჩვენ ვესაუბრეთ კახა წიქარიშვილს, ის არის ბესარიონ ალავიძის ადვოკატი და აცხადებს, რომ სულ მინიმუმ აქამდე საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესებული იყვნენ იმ საჯარო განცხადებებზე, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, მაგალითად ის, როდესაც ბესარიონ ალავიძე საუბრობდა მოსამართლეზე ძეწოლისა და მის მიმართ სწორედ სიცოცხლის მოსპობის მუქარის შესახებ, თუმცა ამ დრომდე საგამოძიებო უწყებები ამ განცხადებების შესახებ არ დაინტერესებულან. ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც ადვოკატი აცხადებს, არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ ეს საქმე გამოიძიონ, რადგან ამ დანაშაულებში მთელი სახელმწიფო სისტემაა ჩართული, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი და შესაბამისად თუ კი ისინი ამ განცხადებების საფუძველზე დაიწყებენ გამოძიებას, ამით მთელი სისტემა გამოაშკარავდება. იურისტების ჯგუფთან ერთად მიმართ პროკურატურას 11 ნოემბერს ამ დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით. პროკურატურა ვალდებული იყო დაეწყო გამოძიება, ვინაიდან ეს არის სამოხელეო დანაშაული და ეკუთვნის პროკურატურის კომპეტენციაში შედის. გამოძიების დაწყების ნაცვლად მათ ეს განცხადება გადააგზავნეს თბილისის პოლიციაში, თბილისის პოლიციიდან გადაიგზავნა გდანის პოლიციაში, გდანის პოლიციიდან გადაიგზავნა თემქის პოლიციაში, თემქის პოლიციიდან დაბრუნდა თბილისის პოლიციაში და აი ესე მოძრაობს ეს განცხადება წინ დაუკან. ანუ არც ერთი სტრუქტურა გამოძიებას არ იწყებს. სინამდვილეში პროკურატურას კი არ უნდა გადაეგზავნოს ეს განცხადება, არამედ თავად უნდა დაეწყო გამოძიება. ეს არის კანონის მოთხოვნა. მიზეზი არის ძალიან ცხადი და მკაფიო. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ გამოძიება არ უნდა დაიწყოს და ამიტომ არ იწყებენ გამოძიებას. შეეხება ძალიან ბევრ თანამდებობის პირს და მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებიც დაჭერილი არიან დღეს სხვადასხვა საბაბით. ანუ იქამდე შეიძლება მივიდეს ეს გამოძიება და თუ კი კორუფცია არსებობდა აღმასრულებელ ხელისუფლებაში, კორუფცია არსებობდა სუსში, მაშინ როგორ გამორიცხავენ კორუფციას სასამართლოში? თუ კი თავი მოიკლა ციხის უფროსმა, თავი მოიკლა სუსის თანამშრომელმა, თავი მოიკლა მიგრაციის თანამშრომელმა, ბესო ალავიძე რატო ვერ მოიკლავდა თავს და რატო შეიძლებოდა ეს ყოფილიყო მისი ფანტაზიის ნაყოფი? ეკაბესელია, რომელიც სასამართლო სისტემაში არსებული კლანის შესახებ უკვე წლებია საუბრობს, მათ შორის სასამართლო სისტემაში არსებული კორუფციის შესახებ იხსენებს სოსო გოგაშვილის სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის განცხადებებს, რომელმაც ერთდროს ამხილა სასამართლო სისტემა ის თუ როგორ ახდენდნენ ზეწოლას მოსამართლეებზე, რომ მიეღოთ ხელისუფლებისთვის სასურველი გადაწყვეტილებები კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით. ამ დრომდე სწორედ ამ განცხადებების საფუძველზე არ დაინტერესებულა საგამოძიებო უწყება და არ არსებობს მოლოდინი, რომ მათ შორის ბესარიონ ალავიძის განცხადებების საფუძველზე დაიწყებდნენ გამოძიებას იქამდე, ვიდრე ხელისუფლებაში არის ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია ქართული ოცნება. ეკაბესელია აცხადებს, რომ სულ მინიმუმ რომ არსებობდეს სამართლიანი სასამართლო სისტემა ქვეყანაში, ახლა იმ მოსამართლეებზე, რომელზეც საუბრობს ბესარიონ ალავიძე, უნდა დაეტოვებინა თანამდებობები და შესაბამისად დაწყებულიყო გამოძიება მათ მიმართ, მათ შორის არა მხოლოდ მოსამართლეებზე, არამედ საუბარია მაღალჩინოსნებზე, რომლებიც როგორც ყოფილი მოსამართლე აცხადებს, სწორედ ისინი ესაუბრებოდნენ მოსამართლეებს და მათზე ახდენდნენ ზეწოლას, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის სასურველი გადაწყვეტილებები მიეღოთ. ბესარიონ ალავიძემდე ძალიან მძიმე ბრალდებებს, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის უფროს მოადგილემ სოსო გოგაშვილმა ხმოვანა, ხო, რაც სასამართლოს მოქმედ მოსამართლეებს ეხებათ და საუბარია გავლენიან მოსამართლეებზე. ის ფაქტებიც ხომ მიიჩქმავა, ისიც ხო არ იქნა გამოძიებული. რას აჩვენებს ეს? აჩვენებს, რომ სისტემა თვითონ ხელს აფარებს ამ დანაშაულობებს, იმიტომ რომ თუ ამის გამოძიება მოხდება, მთლიანად სისტემა გამოაშკარავდება და ყველა ერთმანეთთან არის ჩართული. ნებისმიერ ქვეყანაში იქნებოდა საგანგაშო სიგნალი
ნებისმიერ ქვეყანაში ყველა მოსამართლე დატოვებდა თანამდებობას, ვის მიმართაც კი გაჩნდებოდა ესეთი ბრალდება, კონსტიტუციით აკრძალულია ჩარევა სასამართლო გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გარე ზეგავლენის მოხდენა. ამაზე რო საუბრობდა ბატონი ალავიძე, ეს უკვე ნიშნავს, რომ დანაშაულებრივი ფაქტია მომხდარი და სულ მინიმალური სტანდარტია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, რომ საჯარო განცხადება მიმართვაც რომ არ იყოს გამოძიების ორგანო არის ვალდებული დაიწყოს გამოძიება. უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ ბესარიონ ალავიძემ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ამხილა სისტემა, არსებობს მისი ვიდეო ჩანაწერი, ჩვენება, რომელიც გამოაქვეყნა ადვოკატმა და ის საუბრობს სწორედ იმ მასშტაბურ ზეწოლაზე, რომელიცაც განიცდიდა მოსამართლე, მათ შორის ბესარიონ ალავიძე საუბრობს იმის შესახებ, რომ ქართული ოცნება დაემუქრა არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობითაც და ახლა ადვოკატი ფიქრობს, რომ სწორედ ეს განცხადება მინიმუმ უნდა იყოს საფუძველი გამოძიების დაწყების, თუმცა ამ დრომდე საგამოძიებო უწყებები ამ განცხადებებზე თვალს ხუჭავენ. ასევე საყურადღებოა ბოლო ინტერვიუ, რომელიც შედგა ბესარიონ ალავიძეს პირველების ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემაში, სადაც მან დაანონსა ყველა მტკიცებულების გასაჯაროება. ეს იყო ნინო ელიკაშვილი.